გამარჯობა, ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმპულსი, მე დიანა საფარო ვარ, დღეს გადაცემაში ნახავთ. წამალი წამლად რომ დარჩეს. მედიკამენტები და მათი სწორი გამოყენების მნიშვნელობა. ეს ჯადოსნური ნივთიერებები რომ არა ცხოვრება გაცილებით ტკივილიანი და ხანმოკლე იქნებოდა. მედიკამენტები თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში შეუცვლელ როლს ასრულებენ. მათი სწორი გამოყენება საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ გულის მუშაობა, გავაკონტროლოთ ემოციური მდგომარეობა, თუმცა მნიშვნელოვანია რომ მედიკამენტების მიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით მოხდეს, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს რომელი პრეპარატი იქნება კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო. დღეს ჩვენ მედიკამენტებზე და მათი სწორი გამოყენების მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ. ამ თემაზე სასაუბროთ ფარმაცევტი მანანა ხაბაძე მოვიწიეთ. გამარჯობა მანანა, დიდი მადლობა რომ ხართ გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, მივესალმები ავტორს, მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო თემა არის. ძალიან ბევრი თქმა შეიძლება და მთავარი მესიჯები მინდა მივაწოდეთ მაყურებელს თქვენი მეშვეობით. მოდით სანამ უშუალოდ წარმოვიდგინოთ სიტუაცია, ვიყიდეთ წამალი, მაგრამ ამის უკან არის ძალიან დიდი ისტორია, ხო? დიახ. წამლის თვითონ ისტორიით მოკლე მიმოხილვა, რომ განვახორციელოთ, რომ ვთქვათ უბრალოდ წამალთან დაკავშირებით, საიდან მოდის, რა დრო და რა გამოიარა ზოგადად წამალმა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. 21 საუკუნამდე როგორ მოვიდა? ნახეთ დიანა, წამალი ანუ მედიკამენტი ეს ბიოლოგიური პროდუქტი, ცოცხალი ორგანიზმი რო გაჩნდა, აი დაავადებები, სხვადასხვა პათოლოგიები, სხვადასხვა ტკივილები, არ აქვს მნიშვნელობა, გაჩნდა რაღაც გარკვეული პათოლოგიური მომენტები, წამალის იქვე არის. მაგრამ ადრე წამალი გამოიყენებოდა ბუნებაში არსებული ფორმით. ეს იყო, თქვათ, ნაყინები, მონახარშები, ფხვნილები, რა შესაძლებლობაც ჰქონდა. დიახ, უფრო სამკურნალო პრეპარატები მზადდებოდა, აი ესეთი ბუნებრივი პროდუქტებით, მცენარეული, ცხოველური და მინერალური. მაგრამ გავიდა დრო, ქიმიის განვითარებამ, ზოგადად ტექნოლოგიების განვითარებამ მოგვცა ის, რომ წამალმა უკვე იცვალა სახე, ის ჩამოყალიბდა როგორც წამლის ფორმები, სხვადასხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფები, რა თქმა უნდა, ეს უკვე გადავიდა ქარხნულ წარმოებაში, მარტო სააფთიაქო წარმოება არ არის. ადრე მოიაზრებოდა სათავსო, აი აპოტიცი აფთიაქი, აქედან მოდის, აი იქ მზადდებოდა ესეთი ბუნებრივი, ვთქვათ, ფხვნილები და არის ისტორიაში შემონახული აქვს ეს, რომ აი უძველესი დროიდან არის ნამარხებში ნაპოვნი აქვს, რომ აი ძველი დროის ვთქვათ როდინები, სხვადასხვა ვთქვათ მონახარშები რომ მოემზადებინათ, ასე ვთქვათ დეკოქტომ, ხო მონახარშები, აი ეს ისტორიამ შემოინახა, მაგრამ ეხა ბუნებრივია უკვე გვაქვს დიდი წარმოება, ქარხნული წამლის სამრეწველო წარმოება, მაგრამ არ დაუკარგავს სააფთიაქო მედიკამენტების წარმოებას თავისი როლი და ადგილი, ასე რომ წამალი ეს ბიოლოგიური პროდუქტი უძველესი დროიდან მოდის და ჩვენს გვერდით დგას როგორც ერთ-ერთი როგორც თქვენ ახსენეთ ჯადოსნური მართლაც შეგვიძლია წამალი იყოს პროდუქტი, რომელიც არის სასარგებლო და რომელიც შეიძლება არ იყოს სასარგებლო და რატომ? ალბათ შემდგომ განვიხილავთ დიახ, რატომ მომდევნო კითხვა ეგ არის, მანანა წამალი წამლად რომ დარჩეს. რა შეცდომებს უშვებთ ზოგადად ამასთან დაკავშირებით? პირველი მინდა თქვა, რომ ან ჩვენ თავის ექიმი რო ხვდებით ხოლმე და რჩევის მიზნით, ანუ წამალს როდესაც ვიღებთ, აი ზუსტად წამალი რო წამლად დარჩეს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც დოზას, მიღების წესს. აი ეს მინდა პირველ რიგში წამალი წამლად რო დარჩეს და შემდეგ მიღების წესები არის, რა თქმა უნდა, ყველა სხვადასხვა და რა უნდა დავიცვათ პირველ რიგში, ეგ არის ძალიან საინტერესო. ძალიან მნიშვნელოვანი, აუცილებლად და სენსიტიურ თემას შეეხეთ დიანა თქვენ. ნახეთ, წამლის როლი ძალიან დიდია ცოცხალი ორგანიზმის არსებობაში, ხო? არსებობს სხვადასხვა მიდგომით, ტკივილგამაყუჩებლები, ანტიჰიპერტენზიული დიურეტიკები, სოკოსაწინავ და ასე შემდგომ, ხო, მოუამრავი ფარმაკოლოგიური ჯგუფის მედიკამენტი არსებობს, მაგრამ აბსოლუტურად ყველა მომხმარებელმა, ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს. ნახეთ, ზოგჯერ ამბობენ, ეს უბრალოდ წამალია, ეს არ არის სარეცეპტურო, არ არსებობს ეგეთი მცნება. წამალი წამლად რო დარჩეს, წამალმის ფარმაკოლოგიური ეფექტი და ყველა ის თვისება, რომელიც სამკურნალოა, გამოავლინოს, უნდა დაიცოს თითოეულმა ადამიანმა. მიღების წესი, დოზირება, სხვა წამლებთან ურთიერთობები, აი არსებობს ზოგჯერ რამოდენიმე მედიკამენტს ხებულობს ადამიანი, ხო? აი ისიც უნდა დაიცვას, რომ არ მოხდეს. არსებობს ესეთი მცნება, სინერგიზმი და ანტაგონიზმი, ანუ შეიძლება ერთმა წამალმა მეორე წამლის ფარმაკოლოგია გაზარდოს, ან პირიქით შეამციროს. ანუ ძალიან ბევრი ნიუანსია, მაგრამ ზოგადად
მაგალითად უნდა ვიცოდეთ ოქროს წესი სამკურნალო საშუალება აუცილებლად უნდა მივიღოთ ექიმის დანიშნულებისამებრ, რათა ექიმი სვამს დიაგნოზს, აი რა პათოლოგიაა და ასაკის მიხედვით, ადამიანის მდგომარეობის მიხედვით, პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობის მიხედვით, ძალიან ბევრი ნიუანსია, ექიმი სვამს სამკურნალო საშუალების გარკვეულ კურსს, იქ განისაზღვრება დოზირებაც, ფარმაკოლოგიური ჯგუფები, აბსოლუტურად ყველაფერი და მომხმარებელმა ეს ოქროს წესი უნდა დაიცვას. სწორედ იმიტომ, რომ წამალი წამლად დარჩეს. დიახ, ძალიან საინტერესო არის, მოდით წარმოვიდგინოთ, შევედით აფთიაქში. ეს რუტინა, ფარმაკოლოგიას მინდა შევეხო, რა არის აუცილებლად გასათვალისწინებელი, როგორც ფარმაცევტმა, თქვენი უშუალოდ და მომხმარებლის, მოდით ავიღოთ, მაგალითად, არის ის მომხმარებელმა, აი რა წამალი უნდა კონკრეტულად აი ამ შემთხვევაში რა ხდება თქვენ როგორ უნდა ურჩიოთ ეს ოქროს შუალედი ძალიან მნიშვნელოვანია ხო ან მეორე მაგალითად აქვს ერთი მედიკამენტი ემხრობით თუ არა იმას რომ შემცვლელი მაგალითად შესთავაზოს ფარმაცევტმა როგორ ხდება ეს ძალიან სენსიტიური თემა არის ხო და ხშირ შემთხვევაში ხშირად მეც გამიგონია რომ ბრაზდება ხოლმე მომხმარებელი რომ რატომ თავაზობს მაგალითად ჩანაცვლებას იგივენაირად ის წამალი მოქმედებს თუ არა მაგალითად ორგანიზმზე და როგორ უნდა შევარჩიოთ წამალი სწორად იმიტომ რომ აუტანლობაც არის ხო ხშირად მაგალითად ექიმმა დაუნიშნა ეს წამალი მაგრამ მიღების გარეშე ხო ვერ მიხვდებით ეს აუტანლობა მაქვს თუ არა ამ წამლის რამდენი ხნის განმავლობაში იწყება უკვე ეს აუტანლობა და ხვდება ადამიანი და რა თქმა უნდა შემდეგ ექიმს უკავშირდება რომ აი ვერ მივიღებ ამ წამალს და ძალიან ბევრი რაღაცა ბევრი კითხვა გამომივიდა მაგრამ აფთიაქში შესვლა და წამლის სწორი შერჩევა მაინტერესებს ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის გიპასუხებთ ენა კომპლექსური კითხვა გიგვიათ და ვეცდები რომ ამოწუროთ უპასუხო ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელი რომელიც მიდის აფთიაქში და ფარმაცევტის პირისპირ დგება ფარმაცევტმა აი არ გადააბიჯოს იმას რაც მის კომპეტენციაში არ არის ფარმაცევტმა აბსოლუტურად უნდა დაიცვას ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მთლიანი ჩამონათვალი მხოლოდ და მხოლოდ ფარმაცევტმა შეიძლება მომხმარებელს ურჩიოს როგორ მიიღოს მედიკამენტი თვითმკურნალობა არ ჩაიტაროს დოზირება რომელიც წერია აი ნახეთ ზოგჯერ ესე ხდება ერთი ტაბლეტი სამჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში ხო მომხმარებელს უჩნდება ისე რომ აი მოდი რა კარგი ყოფილა გავაგრძელებ 10 დღე აი ნახეთ ამ შემთხვევაში რომ მომხმარებელი მივა აფთიაქში ფარმაცევტი და ეტყვის იცით რა მე მინდა რომ 10 დღე გავაგრძელო ეს მედიკამენტი ფარმაცევტმა უნდა ურჩიოს და ის აი აუცილებლად ხაზი უნდა გავსვას რომ ეს არ გააკეთოს რამეთო შესაძლებელია ის 5 დღე რომელიც თვითმკურნალობაში ითვლება უკვე შესაძლებელია სახიფათო იყოს მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ბუნებრივია იმიტომ წამალი ხო დოზირებულად ინიშნება და ძალიან ბევრი ნიუანსის გათვალისწინებით ამიტომ ფარმაცევტს უფლება არ აქვს უთხრას იცის რა კი კარგია აბა მოუმატეთ ახლა 5 დღე მიიღეთ ეს მედიკამენტი ან კიდევ უფრო ღრმად ჩავწვდეთ ახლა ამ თემას. აი ფარმაცევტს უფლება არ აქვს ექიმის დანიშნულებას შეცვალოს. ეს არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ფარმაცევტი მხოლოდ მედიკამენტს გასცემს, უნდა გასცემს, რა თქმა უნდა, სწორად მედიკამენტი. აი თუ კითხვები გაუჩნდება ანოტაციის ნაწილში, აი მაგალითად იქ რაღაც ტერმინოლოგიის ნაწილში რაღაც ვერ მიხვდა მომხმარებელმა, აუხსნას და არამც შეცვალოს მედიკამენტი. ხშირად არის ხოლმე რომ ეუბნებიან რომ აი ეს წამალი არ მინდა და ეს სხვა წამალი რომ მივიღო ფარმაცევტმა უნდა განუმარტოს მომხმარებელს რომ წამალი ეს ბიოლოგიური პროდუქტი რომელიც გამოიყენება არასწორად შეიძლება სახიფათო იყოს მისი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის ამიტომ პირიქით უნდა მოუწოდოს რომ მიიღეთ ექიმის დანიშნული რა მედიკამენტებიც გააქვთ სწორად მიიღეთ ეს მედიკამენტები თუ რაღაც შეკითხვა აქვს წამლის ნაწილში ძალიან დიდი ყურადღებით და რა თქმა უნდა ფარმაკოლოგიის ძალიან სწორი ცოდნით განუმარტოს რომ როგორ მიიღოს ნახეთ არსებობს ტერმინოლოგები ვაგინალურად, რექტალურად, სუბლინგვალურად ეს არ იცის მომხმარებელმა ხო? ამიტომ მან განუმარტოს რომ ეს წამალი მიიღეთ აი ამ გზით აი ესე. იქ არის მიღების წესებიც, ანუ წამლის ნაწილში რა რეკომენდაციები შეიძლება გაცემს, ვალდებულიც არის ფარმაცევტი მომხმარებელს ეს განუმარტოს და არამც დაუნიშნოს წამალი, შეუცვალოს მედიკამენტი, დოზა გაუსარდოს, შეუმციროს და ასე შემდგომ. მაგრამ ფარმაცევტები დღეს უკვე ბაზარზე ფარმაცევტები რომლებიც არიან, საკმაოდ ფლობენ ცოდნას, იმიტომ რომ ყველა ქსელი ატრენინგებს მათ აქვთ შიდა აკადემიური ჯგუფები, აი თქვათ
SP აკადემია, GPC აკადემია, ანუ სხვადასხვა ქსელებს და ისინი იქ ატრენინგებენ, რომ ფარმაცევტმა როგორ უნდა ესაუბროს, ზოგადად როგორი არის მისი ეთიკის და დეონტოლოგიის აი ნორმები, როგორ უნდა განუმარტოს მედიკამენტი და რა თქმა უნდა, ფარმაკოლოგია, იმიტომ უნდა იცოდეს ფარმაცევტმა სწორი რეკომენდაციები გასცეს. თქვენ ვალდებულებები ახსენეთ, მაგრამ თუ ჩვენ არ გავაკეთეთ იგივე, ანუ ექიმის დანიშნულება, ანუ ნახეთ, ექიმი, პაციენტი და ფარმაცევტი ხო ძალიან ჯაჭვი არ თუ ერთი დაირღვა, ვერანაირ შედეგს ვერ მივახდეთ. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ სწორად გავაკეთოთ ის, რასაც გვირჩევს ექიმი წამლის მიღებაზე. ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვეზარება, ან მოდი მერე დავლევ, ანუ დილით მისაღები, შუადღის მისაღები, საღამოს ჭამამდე, ჭამის მერე გექნებოდათ ეს პრაქტიკაში. ხო, რა მნიშვნელობა აქვს? ჭამამდე მივიღებ თუ ჭამის შემდეგ, წყალს ამდენს დავაყოლებ, ჩაის, წვენს თუ ასე შემდეგ. ცხოვრებისეული არის ეს ყველაფერი. ხო, ადამიანები ვართ და ხშირად გვეზარება, მაგრამ როცა ჩვენს ჯანმრთელობაზე არის საუბარი, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც ექიმი გვირჩევს, ხო? წამლის მიღების კულტურა. ყველანაირი ჩამოვთვალოთ, ქალბატონო მანელი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა. ზოგი წამალი არის, რომ კონკრეტულად უნდა მივიღოთ, მაგალითად, უზმოზე, ჭამამდე და შემდეგ პირობითად ვთქვა 40 წუთის შემდეგ მივირთვათ საჭმელი, ხო? მაგრამ ეს პირველ რიგში რატომ? ანუ შეწოვა სხვანაირი, რა ხდება, უფრო სხვანაირად მოქმედებს თუ რა. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამას ვარღვევთ ხოლმე და აი გვეზარება, ან არ ვიცი რა წყლის მაგალითად ჩაის ვაყოლებთ, ბევრი რაღაცა ხდება, ხო? მაგრამ ჯერ მინდა განმარტოთ აი უზმოზე რა წამალი შეიძლება ერთი კონკრეტული არ დავასახელოთ, მაგრამ რა მოქმედება აქვს ისეთი წამოს, რომ აი კონკრეტულად დილით უნდა მივირთვათ და არა მაგალითად შუადღით. ნახეთ, ეხლა განმარტავ მე ვეცდები მაქსიმალურად, რამდენი დროც მექნება, რომ აი ამ თემას გავყვე. წამლის მიღების წესი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს წამლის ფარმაკოლოგიას. წამლის ფარმაკოლოგია გახლავთ ის შედეგები, რასაც ველოდებით წამლისგან, ხო? ნახეთ, ხშირად მართლაც არის ესეთი რაღაცა, ჩემსაც ვთქვამთ, დამავიწყდა 10 საათზე რომ მქონდა წამალი და მივიღებ 12 საათზე. რა მოხდა 12 საათზე მეორე წამალიც უნდა მიმიღო და ორივეს ერთად მივიღებ. არა უშავს. წყალი არა მაქვს თან და შეიძლება მივაყოლო ან გაზიანი სასმელი თქვა, ან ყავა ან რაღაც. აი ბევრჯერ ვთქვამთ ხოლმე. აბსოლუტურად ეს ახლა ეს არ არის მითი, ეს ნამდვილი რეალობა. ზოგჯერ ამბობენ ხოლმე არა უშავს რა მოხდა. არა. ნახეთ, ამას ნამდვილად აშავებს მომხმარებელი. ზოგადად ადამიანები ვაშავებთ და ნახეთ, ეს ხდება ან ეზარებად ზოგჯერ, ან მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ხშირად ვამბობთ ეს წამალი არ ვარგა, იმიტომ რომ ან საქართველოს არა, წამალი არასწორად მიიღეს. წამალი უნდა მიიღო იმ წესით და უნდა მიიღო სწორად იმ დაცვით, იმ რეკომენდაციებს დაცვით, როგორც მოწოდებულია. ეხლა თქვენ ახსენეთ, აი თქვათ, დილით უზმოზე უნდა მიიღო რაღაც გარკვეული მედიკამენტები, ხო? არ აქვს მნიშვნელობა. სწორედაც აქ არის საუბარი იმაზე, რომ აი წამლის შეწოვა, აი როგორ ხდება წამლის შეწოვა, წამლის დაშლა, გადანაწილება ორგანიზმში, დისტრიბუცია ეწოდება მას, აბსოლუტურად ყველა ნიუანსი, წამლის ფარმაკოკინეტიკის ნაწილი, ასევე წამლის ფარმაკოდინამიკის ნაწილი, ანუ მე საუბარი მაქვს წამლის დამოკიდებულება ორგანიზმზე, წამლის მოძრაობა ორგანიზმში და მისი ფარმაკოლოგიური ეფექტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ დავარღვიეთ ეს წესი, ვერ მივიღებთ იმ ფარმაკოლოგიურ ეფექტს, რომელსაც ველოდებით. ამიტომაც უნდა დავიცვათ სწორედ ეს, რომ მივიღოთ 10 საათზე უზმოზე, მივიღოთ მცირე რაოდენობით წყალთან ერთად, ან უფრო დიდი რაოდენობით წყალთან. აი ამას ყველაფერს განსაზღვრავს წამლის მიღების წესი და თუ ეს რეგულაციები არ დავიცავთ, ხო, არაფერთ არ გამოგვივა ის, რომ წამლის ეფექტი მივიღოთ. მე გვაქვს ეს ჩივილები, რომ აი წამლის ეფექტი არის მოქმედა, ეს წამალი არ არის კარგი. არა, აქ ირღვევა ეს და ნამდვილად ყველას შინაგანად უნდა გაუჩეს იმის კულტურა, რომ ყველა აი წამლის პროდუქტი მიიღოს ისე, რომ ფარმაკოლოგიური ეფექტი ბოლომდე გამოვლინდეს. აქ არის ნიუანსები, ეს სწორედ წამლის მიღების წესი, რომელსაც არღვევს ადამიანი და ზოგადად მომხმარებელს მე ეს ჩივილები უჩნდება. აუცილებელია სარეკომენდაციო. არის ახლა ზოგჯერ ვამბობთ, არა უშავს თუ არ დალიე დილი, სულ რო არ დალიო, მაგას ხოჯობი რომ მიიღო. არ არის ესე. აი ესე არ არის, იმიტომ ის წამალი, რომელიც არასწორად მიიღე, უკვე იმ წამალმა და თავის ბიოლოგიური ეფექტი, ანუ ფარმაკოლოგიური ეფექტი ვერ გვიჩვენა და მეორე, ერთად რომ მიიღე მედიკამენტი, წეღან ვახსენე მე, წამლის ორი წამლის ერთად მიღება შეიძლება, ნახეთ, შეცვალოს ორივე წამლის ფარმაკოლოგია. ერთმანეთს ხელი უსწრებს და მოქმედება არ იყოს, რა თქმა უნდა. აი შეიძლება ესეც მოხდეს, ხო? ნახეთ, ეხლა რა შუალედში უნდა მივიღოთ ეს ბიოლოგიური პროდუქტი, ანუ წამალი, ხო? ამასაც განსაზღვრავს წამლის ფარმაკოლოგია, მისი ფარმაკოკინეტიკა,
ანუ რა დაავადება აქვს? ნახეთ, ხო არის ადამიანს შეიძლება ქრონიკული დაავადება აქვს და რაღაც მწვავე პათოლოგიაც აქვს, ხო? აქ უნდა განისაზღვროს წამლის მიღების ყველა წესი, რომელსაც მუდმივად ღებულობს, ან რამოდენიმე წამლის მიღება აქვს, იმიტომ რომ კომპლექსური მკურნალობას ხო ინიშნება. აქ აბსოლუტურად უნდა დაიცვას მომხმარებელმა, ანუ პაციენტმა გულისხმობ ახლა ამ შემთხვევაში ყველა მიღების წესი, ის რაოდენობრივი მაჩვენებლებს. ნახეთ, ზოგჯერ არის ერთი ტაბლეტი ან ნახევარი ტაბლეტი. არა, ფიქრობენ რომ მოდი ერთ ტაბლეტს მთლიანად არ არის ესე ხო, ნამდვილად. ის რაც დოზირების რეჟიმი არის, აუცილებელია მიღების წესი, დოზირების რეჟიმი დაიცვას მომხმარებელმა, რომ მივიღოთ სწორედ ის ფარმაკოლოგიური ეფექტი, რისთვისაც ღებულობთ წამალს. აი თქვენ რომ ახსენეთ რამოდენიმე წამალი რო წამლად დარჩეს. ზუსტად ეგ არის პასუხი, ხო? აი წამალი რო წამლად. არანაკლებ მნიშვნელოვანია მანანა ის თემა შენახვის პერიოდი. პერიოდიც და ადგილიც, ხო? ზოგჯერ წერია რომ აუცილებლად უნდა იყოს მაცივარში მზის სხივებს მოვარდოთ და რა თქმა უნდა ბავშვებს, იმიტომ რომ პირველ რიგში უსაფრთხოება. და მეორე არის მაგალითად ჩაიტარა ხო ადამიანმა კურსი, მკურნალობის კურსი. და მეორე წელს რაღაცა იგივე ჩივილები აქვს და აი ეს ხო გამომიწერა ეხა ექიმა და მოდი ამას დავლევ. ესეც ხო ძალიან დიდი შეცდომაა, ხო? ნამდვილად. დავიწყოთ წამლის სწორი შენახვით, იმიტომ რომ ანუ ხშირად თუ აწერია იმას ანოტაციაში რომ უნდა იყოს მაცივარში, ალბათ როგორც სწორად მივხვდი, ინახება და ნარჩუნდება ის მისი თვისებები და არ შეიძლება მაგალითად 25 გრადუსზე მეტი ან თუ აღარ ვიცი ახლა სწორად ვამბობ თუ არა. დიახ. და ანუ აი ბოლო რაც ვახსენე შეიძლება ზუსტად ერთი და იგივე სიმპტომი ქონდეს. ნებისმიერი დაავადების არ აქვს მნიშვნელობა, აი თვითნებურად მედიკამენტის მიღება რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ. მიუხედავად იმისა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, აი შარშან რომ მაგალითად რაღაცაზე ალერგია მქონდა და წელსაც იგივე მაქვს, შეიძლება თუ არა მაგალითად იგივე ახლა ალერგია ისე არ არის მარტივი, რა თქმა უნდა, მაგასაც ძალიან ბევრი უკუჩვენებები აქვს, მაგრამ ავიღოთ კონკრეტულად ალერგიას. ნახეთ, მოდი დავიწყოთ მედიკამენტის შენახვის პირობებს. ნახეთ, თქვენ ახსენეთ მაცივარი. აი ესეთ მედიკამენტებს ეწოდება თერმოლაბილური პრეპარატები, რომლებიც აუცილებელია შევინახოთ იმ ტემპერატურული რეჟიმით და იმ სამაცივრო პირობებში, რომელიც აწერია შეფუთვაზე, ხო? ნახეთ, აუცილებელია, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა სამკურნალო საშუალება უნდა იყოს სტანდარტული. GMP სტანდარტები, ანუ სტანდარტი განსაზღვრავს წამლის იმ კეთილხარისხოვნებას, რომელიცაც ჩვენ ვეძახით ფარმაკოლოგიურ ეფექტს, ხო? ნახეთ, დაირღვევა ორი შემთხვევა შეიძლება მოხდეს წამლის არასწორი შენახვით. პირველი, წამლი დაკარგავს თავის ფარმაკოლოგიურ ეფექტს და მეორე შემთხვევა შეიძლება წამლში ისეთი ქიმიური გარდაქმნები დაიწყოს, რომ ეს წამალი უშუალოდ ეს პრეპარატი გახდეს სახიფათო ადამიანისთვის. ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია წამალი შევინახოთ იმ პირობებში, რა პირობებიც არის მოწოდებული. და ეს დატანებული აქვს. ზოგიერთი არ აქცევს, მაგალითად სამაცივრო პირობას დადებს სადღაც მზის პირდაპირ სხივებზე, რატო აწერია მზის პირდაპირ სხივებისგან მოშორდება. ბნელ ადგილას, გრილ ადგილას, სამაცივრო პირობებში აუცილებელია ეს წესები დავიცვათ, რომ წამალს ის ფარმაკოლოგიური სტანდარტული ნორმები, ფარმაკოლოგიური თვისებები შერჩეს. ეხლა რაც შეეხება თქვენ რაც ახსენეთ და ეს არაერთხელ ყოფილა, აი მაგალითად მართლაც თუნდაც წლის განმავლობაში, ან თუნდაც მეორე წელს ხო, ფიქრობს რომ აი შარშანაც იგივე ჩივილები მქონდა, როგორც თქვენ ბძანეთ დიანე და მოდი წელსაც გავაკეთებ. დაუშვებელია, იმიტომ რომ ნახეთ, ეხლა შეიძლება რაღაც გარკვეული ჩივილები სხვადასხვა დაავადებებს ჰქონდეს. რატომ არის ექიმთან ვიზიტი აუცილებელი? გავარკვიოთ, რა პათოლოგია გვაქვს, როგორია, რასთან არის დაკავშირებული. ჩვენ ხშირად მკურნალობთ მიზეზს და არ ვეცებთ შედეგს. აი, მაპატიეთ შედეგს მკურნალობთ და მიზეზს არ ვეცებთ. მიზეზს აი აუცილებელია ექიმთან მივიდეთ, რომ ექიმმა მიზეზი გაარკვიოს ჩვენი ჩივილების, რომ რა არის აი ამ თქვათ შედეგები, რამ გამოიწვია. სწორედ შედეგებზე მკურნალობა არის ცუდი და მაპატიეთ კარგი და მიზეზი არა. ნახეთ, როცა რაღაც გარკვეული ჩივილები გაგვიჩნდება, ექიმთან ვიზირება აუცილებელია. გარკვეული კვლევები უნდა ჩატარდეს, იქ ბიოქიმიური იქნება თუ არა, მნიშვნელობა სხვადასხვა მიმართულებით, რომ ექიმმა დასვას სწორი დიაგნოზი და ის სწორი დიაგნოზი უკვე განსაზღვრავს განკურნების პერიოდს, სწორს ასე ვთქვათ, აღარ გვექნება უკვე გართულებები, ხშირად არის ხოლმე ამას რო აკეთებენ, ქრონიკულ ფორმაში გადადის დაავადება. ან არასწორად კურნალობენ.
მე რაღაც გარკვეული შემთხვევა დადგება, თქვა გართულებული ექიმეუნება. შენ მედიკამენტი რომ მიიღე, ექიმთან იყავი, არა იცით რა შარშანაც ხო ეგ გქონდა და იგივე გავაკეთე. და რატომ მიდოდა? არა, ნახეთ, არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გამეორდები. შეიძლება ერთი და იგივე სახის სიმპტომი სხვადასხვა პათოლოგიას ჰქონდეს. და რომ დავისვათ სწორი დიაგნოზი, თუ რა არის ამის მიზეზი, აუცილებელი ექიმთან მივიდეთ, რომ სწორი დიაგნოზი დავისვათ. დიახ, სწორი დიაგნოზის შესაბამისად დაინიშნება სწორი მედიკამენტოზური თერაპია და გამოსავალი იქნება იდეალური. ქალბატონი მანე წამლის მიღების თქვენ ახსენეთ სხვადასხვა ფორმა არსებობს, რომ აი ორგანიზმში მოხდეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ინტრავენურად წამალი, როდესაც ხდება ჩვენს ორგანიზმში, ანუ ტაბლეტისგან რა განსხვავება, მაგალითად შეიძლება საერთოდ ანუ იგივე იყოს ტაბლეტი და ოღონდ ანუ როგორ ხდება, საინტერესო არის, წამალს ანიჭებს უპირატესობას თუ ანუ უფრო ჩქარა ინტრავენურად არის მოქმედება თუ ანუ რა საჭირო არის სწორად გისმევთ ალბათ შეკითხვას. წამლის მრავალფეროვნება. ხო, თუნდაც კი, წამლის მრავალფეროვნება და ანუ სწრაფად მოქმედებს, რადგან ნემსია და ჩქარა იშლება ჩვენს ორგანიზმში თუ რა ხდება? აქ ეხსით ნახეთ, წამლის რამდენიმე ფორმა არსებობს. პირობითად ჩამოვთი უფრო სტანდარტული ფორმა, მყარი, თხევადი, რბილი, აიროვანი. ყველა განმარტება საინტერესოა. აი თუნდაც ასევე გვაქვს სანთლები და გვაქვს ემპლასტორები. ნახეთ, მყარი წამლის ფორმები ესე ტაბლეტები, დრაჟეები, ფხვნილები, რომლებიც ძირითადად შეიყვანება პერორალურად, ანუ პირისგზით ან სუბლინგვალურად ენის ქვეშ, ხო? არსებობს ახლა სიტყვიანი წამლის ფორმები, ესენი შეიყვანება პერორალურად, მაგრამ სიტყვიანი წამლის ფორმებში არის თქვა სხვადასხვა ნაყენები, მონახარშები, თქვა ის ინტრავენოზად შესაყვანი სხვადასხვა სითხეები, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ეს წამლის მრავალფეროვნება, აი მინდა კიდევ შევეხო აეროზოლები, რომლებიც შესუნთქვისით შეყავთ, აეროვანი წამლის ფორმები და არსებობს რბილი. მალამოები, ლინიმენტები, პასტები და ასე შემდგომ. აი ყველა წამლის ფორმა, რომელიც მე სტანდარტულად ჩამოვთვალე, აქვთ მათი შეყვანის გზებთანაც არის დაკავშირებული და მათი გამოყენების სპეციფიკასთან. აი არსებობს კიდე სანთლები, არსებობს რექტალური სანთლები, ზონატლამდე შეიყვანება და ვაგინალური სანთლები საშოთან, ხო? ეს სანთლების ეს განსაზღვრავს წამლის მოქმედებას. ხშირად არის ხოლმე, ნახეთ, ეხლა ვთქვათ რაღაც ტაბლეტი, როცა ადამიანი ტაბლეტს ხებულობს, ავიღოთ კონკრეტულად პარაცეტამოლი, ხო, პარაცეტამოლის ტაბლეტი. იჯერ უნდა კუჩი გაიხსნას, შემდგომ უნდა შეიწოვოს ვთქვათ ნაწლავში, მაგრამ როდესაც რექტალურად შეყავთ, ქვემო ღვენიდან სწრაფად ხდება მის შეწოვა და ეფექტი სწრაფად დგება. ამიტომ როდესაც უდგება მომენტი მაგალითად მომხმარებელს, რომ სწრაფი ეფექტი აი ტემპერატურის დაწევის, ესენი ანტიპირიტული, ანუ სიცხეს დამწევის საშუალებები არიან, სწრაფი ეფექტი ჭირდება, ბუნებრივია უნდა გამოიყენოს რექტალური სანთელი, რექტალური სანთელი, ის სწრაფად მოქმედებს. გინებ ტაბლეტიზებულ წამლის ფორმა, ბუნებრივია, ეს საინექციო წამლის ფორმები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, ახლა ეს შეიძლება იყოს ინტრავენოზური კუნჩი ინექცია, ანქვეშ ინექცია და ასე შემდგომ, აქაც არის განსხვავება. ინტრავენოზულად, ანუ სისხლში როგორც კი მოხვდება პრეპარატი, რა თქმა უნდა, უფრო სწრაფად მოქმედებს, ხო? აი კუნჩი შედარებით უფრო გვიან, იმიტომ რომ პირდაპირ სისხლში როცა მოხვდება პრეპარატი, იქ უკვე სწრაფი ეფექტი დგება. ამიტომ, როდესაც სწრაფად ჭირდებათ ფარმაკოლოგიური ეფექტი, ბუნებრივია ირჩევენ ინტრავენოზულ გზას, რომ სისხლში სწრაფად მოხვდეს პრეპარატი და ფარმაკოლოგიური ეფექტი გამოავლინოს. თუმცა, აი ანქვეშ, კუნჩი და ასე შემდგომ წამლის შეყვანას აქვს თავისი დადებითი მხარეები, უარყოფითი მხარეები, აი ყველა წამლის ფორმას აქვს ეს, მაგრამ ეს დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, პაციენტის მდგომარეობას, აი უგონო მდგომარეობაში თუ ადამიანი ყველაზე მოსახერხებელი პერორალური გზაა პირისგეთ, მაგრამ უგონო მდგომარეობაშია, აქ უკვე სხვა შეყვანის გზა და სხვა წამლის ფორმა გჭირდება. ასე რომ, წამლის მრავალფეროვნება, აი მათი გამოშვების ფორმები, განსაზღვრავს არა მარტო წამლის აი ამ გამოყენების სპეციფიკას, რომელიც ჩამოთვალე, ასევე განსაზღვრავს წამლის მოქმედების ლოკაციას. ნახეთ, არსებობს პირობითად ბაქტერიული ინფექციები ნაწლავს გულისხმობ, ხო? ნაწლავური ინფექციები, იქ აუცილებელია პრეპარატი მივიღოთ ის კაფსულაში ეს წამალი. არ შეიძლება აქაც მინდა თქვა რომ წამლის ფორმას არ ღვევენ ზოგჯერ, რომ აი კაფსულას გამოვყრი და დაბლების არაუშავს. რატო ყრიან, როდესაც შეიძლება ჩვეულებრივად გაიხსნას? ნუ ესეთი მიდგომები აქვს, ვერ ყვაპავ მე კაფსულას, ხო? ვერ გადაყვაპე. არ შეიძლება ის იმ წამლის ფორმით უნდა მივიღოთ ეს პირველი. ჯერ წამალში ჯერ ის არის რომ კაფსულაში შენიღებულია წამლის ორგანოლეპტიკური ფერისუნი გემო, მაგრამ ამასთან მნიშვნელოვანია რომ ნაწლავური ინფექციისთვის არის ის განკუთვნილი და არ უნდა
უნდა დაირღვეს. აი მაგალითად ავიღოთ რომელიმე აწლაური მედიკამენტი არ აქვს მნიშვნელობა, ის ისე უნდა მივიღოთ ლინექსი პირობითად, ხო? ისე უნდა მივიღოთ ეს პრეპარატი, რომ ლინექსი ნაწლავში რო ჩავა, აი გარემოში გაიხსნება, იქ უკვე თავის ფარმაკოლოგიურ ეფექტს გამოავლენს. არ შეიძლება ეს წამლების, თქვათ, ამპულასაც აკეთებენ ხშირად. ესე ვერ ვიტყვი ხაზგასმით, რომ კატეგორიულად არ შეიძლება, მაგრამ ეფექტს კარგავს ეს პრეპარატი. ნახეთ, წამლის ფორმათა მრავალფეროვნება გამოყენებული, ამიტომ რომ მოსახერხებელი დადვილი იყოს მომხმარებელს, ამასთანავე ფარმაკოლოგიური ეფექტის გამოსავლენად. ამიტომ რეკომენდირებულია, სასურველია მივიღოთ ეს წამლები იმ წამლის ფორმით, როგორც არის მოწოდებული. ეხლა გამონაკლისის შემთხვევებით არსებობს არ მინდა კატეგორიული ვიყო, რომ ზოგჯერ არის ხოლმე ეს მომენტიც და ექიმი წეუბნება, რომ კარგი თუ ესე ვერ დალია, საერთოდ რო არ მიიღოს პრეპარატი, მაგრამ ეს არის ერთეული შემთხვევები. ზოგადად წამლის ფორმა არ უნდა დავარღვიოთ. უკუჩვენებებზე მინდა ხაზი გაუსვათ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მაგალითად არსებობს ადამიანი, რომელიც წამლის აუტანლობაა, ხო? რა ხდება მანანა ამ დროს? ანუ რატო გვაქვს ესეთი აუტანლობა? რაზე არის კონკრეტულად აქცენტს, რაზე აკეთებს ჩვენი ორგანიზმი, რომ ანუ აი ვერ მიიღო, ან დასივდა, ან გაწითლდა, შეშუპება არის ერთგვარი, ზოგჯერ ანუ გულისრევის შეგრძნება, 1000 რაღაცა არის, ხო? ანუ საპასუხოდ რას გვანიშნებს, გვესმის, რომ აი ნუ ვერ აიტანა ეს წამალი, მაგრამ აი ტვინში რა ხდება მაგ დროს, რომ ესეთი სიგნალი არის, რომ აი ეს წამალი არა და გამოირიცხა. ნახეთ, მე ხა გავიმარტავთ. წამალს აქვს გვერდითი მოვლენები. მოდი გავმიჯროთ გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები, ხო? გვერდითი მოვლენები ეს არის არასასურველი ეფექტები, რომელიც წამალს შეიძლება ახდენს სხვადასხვა ორგანოთა სისტემის მხრიდან, მაგალითად გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ წამალს აქვს უკუჩვენება. და ნახეთ, როგორი მიდგომა აქვს ამას. წამლის მიღება უკუნაჩვენებია ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობის დროს, ან წამლის, ან მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ. ეს რას ნიშნავს, რომ არ შეიძლება ამ წამლის მიღება. ანოტაციაში გარკვეული ადგილი აქვს დათმობილი, აი თქვათ, არ შეიძლება პრეპარატს მიღება ორსულობაში და ლაქტაციაში. არ შეიძლება პრეპარატს მიღება 2 წლამდე. მაგალითად, არ შეიძლება ღვიძლის დაავადებების დროს, თირკმლის დაავადებების დროს. ანოტაციაში პირდაპირ გაწერილია, რომელი მომხმარებლისთვის არ შეიძლება ეს მედიკამენტი. უფრო მეტიც, ხაზგასმით არის, იქ არის განსაკუთრებული მითითებანი. კიდევ ახლავს ერთი ნაწილი ანოტაციას, ძალიან კარგად არის ხოლმე გაწერილი ანოტაცია. მომხმარებელმა უნდა წაიკითხოს, ეს კულტურაც უნდა ჰქონდეს. ანოტაცია გულდასმით წაიკითხოს. მიხვდა რამე მიმართოს ფარმაცევტს, მიმართოს ექიმს, მაგრამ ანოტაცია უნდა წაიკითხოს. ნახეთ, იქ არის ერთი ნაწილი, წერია განსაკუთრებული მითითება. კიდევ ერთხელ მომხმარებელს, აი ვინ წამალს იყენებს, აფრთხილებს, რომ თუ გაქვს აი ეს და ეს პათოლოგიები, ან გაქვს ესეთი მიდგომა, ეს პრეპარატი არ გამოიყენო. მაგრამ კიდევ ერთხელ ნახეთ, ხაზი რას მე გავუსვა, გულისრევა, ღებინება, ეს გვერდითი მოვლენები არ აუშვეს, თუმცა ნახეთ, აქაც არის მნიშვნელოვანი მომენტი. აქაც მინდა ხაზგასმით ტელემაყურებელს მოუწოდო, ნახეთ რაზე. თუ ეს გვერდითი მოვლენები გრძელდება 3 დღეზე მეტი, 4 დღეზე მეტი, ეს უკვე აუცილებელია ექიმთან გაიაროს, რომ ეს შეიძლება უკუჩვენება იყოს. ანუ ვერ იღებს ორგანიზმი და დასრულდება. აი მომხმარებელმა თქვა, რომ 3 დღე ვღებულობ ამ პრეპარატს, ჩივილები მომემატა, რაღაც ალერგიული რეაქციები გულისრევა და ექიმს ან ფარმაცევტს მიმართა. თუ ეს ჩივილები 5 დღე და მეტი გრძელდება, უნდა ურჩიოს ფარმაცევტმა. მიმართე ექიმს, ეს აღარ არის გვერდითი მოვლენები. ეს უკვე ეს არ შეიძლება თქვენთვის უკუნაჩვენებია უკვე ეს პრეპარატი, ამიტომ აი ყოველთვის, როდესაც მსგავსი ჩივილები გრძელდება, აუცილებელია და კარგად არის ზოგჯერ ახლა რეკლამაში არის ხოლმე წამოს და დართული აქვს ბოლოს და მახარებს ეს ფაქტი, რომ გვერდითი მოვლენების შესახებ მიმართეთ ექიმს. მართლაც ესეა, იმიტომ რომ აბა შეიძლება არ არის გვერდითი მოვლენა, შეიძლება რაღაც სიმპტომია, დაავადების კლინიკური ნიშანია და აქ შეიძლება ვიფიქროთ გვერდითი მოვლენა შესაძლებელია. აქ უკვე შეიძლება მომხმარებლის შემდგომ შეცდომაში. დიახ, ამიტომ უკუჩვენება, როცა არის და წერი რომ არ შეიძლება აი ამ ასაკში ლაქტაციაში და ასე შემდგომ ეს პრეპარატი ასეთმა ადამიანმა არ უნდა მიიღოს. კიდევ ერთხელ როდის განისაზღვრება ის სწორად ექიმთან ვიზიტის დროს, იმიტომ რომ ექიმი ეუბნება რომ თქვენთვის ეს პრეპარატი არ შეიძლება, თუმცა ანოტაციაში გარკვევით არის მითითებული. ზედოზირებასთან დაკავშირებით რას გვეტყვით, ანუ ხშირად გექნებოდა თქვენ პრაქტიკაში, ხო? ან ელემენტარულად ავიღოთ მაგალითი დაავიწყდა ადამიანს და მიიღო თუ არა ის წამალი და გამოიყენა მეორეჯერ, რაც მაგალითად ამ დღიურ დოზას გადააჭარბა, ან სხვა კიდევ არსებობს ძალიან ბევრი, რასაც ცუც აკეთებენ, მაგრამ ამაზე შეიძლება მაინც რამოდენიმე სიტყვით რომ შემოვიფარგოთ მედიკამენტის ზედოზირებაზე და ზოგადად ანუ ზედოზირება სანამდე შეიძლება რომ მიგვიყვანოს.
ეს უკვე ხაზგასმით და კონკრეტულად მინდა ვთქვა და აი ძალიან დიდი მართლა სახელის ნიშანით რომ კატეგორიულად დაუშვებელია წამლის ზედმეტმა რაოდენობამ შესაძლებელია ხშირ შემთხვევაში ფატალურად დაასრულოს მდგომარეობა. ამიტომ წამლის დოზა ეს არის ის რაოდენობა, რომელიც საჭირო დაუცილებელია ორგანიზმისთვის და კიდევ ერთხელ დოზას განსაზღვრავს ექიმი. დაავადების სიმძიმის, პაციენტის მდგომარეობის, პაციენტის ასაკის მიხედვით. ამიტომ კატეგორიულად დაუშვებელია ზედოზირებული მედიკამენტის მიღება. ნუ ხა ზოგჯერ ფიქრობენ, რომ ეს ის წამალია, რომ აი შეიძლება მოვიდე 2 ტაბლეტ ციტრამოს დავლებ. ეს უბრალოდ წამალი. ეგეთ რაღაცები არ არსებობს. არ არსებობს უბრალოდ და თქვა ესეთი წამალი. ეს წამალი აბსოლუტურად ყველა მედიკამენტი. უბრალოდ ნახეთ, არსებობს პირველი რიგის მედიკამენტები, ეგ უკვე აღარ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ წაგვიყვანს ეს ფაქტი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, წამლის დოზა აუცილებლად უნდა დავიცვათ, იმიტომ რომ არადოზირებულმა მედიკამენტმა შეიძლება ძალიან ცუდად დაასრულოს პაციენტის მდგომარეობა, ზოგადად ადამიანის. ამასთანავე მინდა ვთქვა, რომ წამლის დოზა სწორად უნდა გამოვიყენოთ, რომ დაავადება განიკურნოს, მაგრამ ზედოზირებით შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მივაყენოთ ჩვენს ორგანოს, ასე რომ მიუღებელია მსგავსი რაღაცა, ეგეთ რაღაცა არ უნდა მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს მისთვის საზიანოა. და ექიმი ხაზგასმით ეუბნება, ფარმაცევტიც ხშირად არის ხოლმე, შემთხვევასაც უკითხავთ, რომ რა მოხდება, ახლა ეს კარგი წამალი იყო და აი ერთი ტაბლეტი დაუნიშნე ექიმმა, მაგათ რომელიმე პოლივიტამინი. დღეში ერთხელ მიიღე 10 დღის განმავლობაში. მე მეუბნებიან, რომ რა კარგი შედეგი აქვს ამას და მოდი ორს მივიღებ. აი იქვე ვუხსნი რომ ეს უკვე არ დასრულდება ესე კარგად, იმიტომ რომ ის ერთი ტაბლეტი განსაზღვრულია თქვენი დაავადების სიმძიმის, თქვენი ასაკის მიხედვით და ზედმეტი დოზა კატეგორიულად დაუშვებელია. მანანა ძალიან მოდი ვთქვათ რთული თემა, საკითხი უფრო სწორად, ხშირ შემთხვევაში ჩემს ირგვლივ ვინც არის, არავინ არ მიდის მაგალითად ექიმთან და კონსულტაციას არ გადის ამ საკითხთან დაკავშირებით. მე პირადად წინააღმდეგი ვარ და არასდროს არ მიმიღია და უბრალოდ იმიტომ რომ შიში მაქვს, იმიტომ რომ რეაქცია არ ვიცი ჩემი ორგანიზმის როგორია, მედიკამენტები და ჩაის სახით, როდესაც იღებენ დასუსტების მიზნით. თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ. არაერთი შეკითხვა და უამრავი შეიძლება ითქვას, რომ მეუბნებიან, რომ აი თქვათ არის თქვათ ალიმენტური სიმსუქნე აქვს ან სხვადასხვა პათოლოგიები, ხო, სიმსუქნეს გარკვეული მიმართულებით შეიძლება პათოლოგია არ იყოს, მაგრამ კარგი შედეგიც არ არის, ხო, ორგანიზმისთვის. ადამიანი ნორმალურ ზონას უნდა აკმაყოფილებდეს, ბუნებრივია. მაგრამ ნახეთ, ხშირად მიმართავენ მაგას. ჩემი გნებად სუბიექტური გამოსანები ობიექტურადაც მინდა განმარტო ეს ყველაფერი მიუღებელია. ეს სხვადასხვა ჩაები, სხვადასხვა ჩარევები. ეს არის კაფსულირებული ფორმების, ტაბლეტების, ჩაების სახით გამოშვებული. ნახეთ რატო, როდესაც ადამიანი ამას აკეთებს, ნახეთ ის რაღაც გარკვეული პერიოდი, ეს სხვადასხვა ჩაები, ეს მედიკამენტები, თუნდაც იყოს დამზადებული, არ აქვს მნიშვნელობა, თქვა სხვადასხვა ბიოლოგიური, მცენარეული იყოს, მინერალური, არ აქვს მნიშვნელობა. გარკვეული აი მიღების პერიოდში რაღაც ეფექტს ავლენს, ბუნებრივია, მაგრამ როგორც კი ამ ყველაფერს მოურჩებით, უკვე ადამიანს უდგება ის მომენტი, რომ ის რო აღარ აქვს, თუნდაც ფსიქოლოგიური, ესწება ისევ ის ყველაფერი, რაც არის. ამიტომ სასურველია, რეკომენდირებულია, ძალიან კარგია, მოდი ესე ვთქვათ, ამის ნაცვლად ადამიანმა ცხოვრების ჯანსაღი წესი, კვების რეჟიმი მოიწესრიგოს, ძილის რეჟიმი მოიწესრიგოს, ცხოვრების აქტიური წესი ჩართოს, ეს იქნება ვარჯიში, რა თქმა უნდა, ზომიერად ყველაფერი და ეს კომპლექსური მიდგომა ორგანიზმს აჯანსაღებს. აი ნივთიერებათა ცვლა, ჟანგბადიანთი პროცესი, მთელი ორგანიზმი, მეტაბოლიზმი უკვე ჩართულია და ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება. ჩვენ უნიკალური ბიოლოგიური სისტემა გვაქვს ორგანიზმი და ამიტომ ჩვენი ორგანიზმი ჩვენ თვითონვე თუ მოვუვლით და ასე ზედმეტ ჩარევებს არ გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, უფრო კარგი შედეგი გვექნება. ვიქნებით ლაღები, ჯამრთელები, ხალისიანები, შრომის უნარიანები, ხო? ეს ძალიან აისახება ადამიანზე. მაგრამ ეხა ვერც იმას ვიტყვი, რომ მომხმარებელთა გარკვეული რაოდენობა, რატომაც თulis, რომ ეს მისთვის მისაღებია და კარგია და მიყვება ამას რამოდენიმე ხა რეკლამასაც ხوارი, რეკლამას როცა კეთდება, ამბობენ, რომ აი ამას დალევ, ამას გააკეთებ ძალიან კარგი. ნახეთ, იქ მნიშვნელოვანი ერთი ნიუანსი არის, აი ამ ჩაების მიღების დროს. ისინი აი მომხმარებელი ვერ ხვდება როგორი ბიოლოგიური მდგომარეობა აქვს მას. იქნებ ისეთი პროცესები არის მის ორგანიზმში, რომ ეს მსგავსი ჩარევები, რასაც თვითონ ფიქრობს, რომ კარგია, საზიანო გახდეს მისთვის. თუნდაც ექიმთან კონსულტაცია მაინც უნდა გაიაროს და აი თვითონ არ უნდა ჩათვალოს, რომ მოდი ეს კარგია და მოდი დავიწყებ დღესვე. აი კონსულტაცია მაინც უნდა მივიდეს ექიმთან, კითხოს ამას ვაპირებ, ეს უნდა გავაკეთო. რატომ ნახეთ შეიძლება ესეთმა სხვადასხვა ბიოლოგიურმა პროდუქტებმა
ფრუქტებმა თქვენ რაც ახსენეთ, ხო, ორგანიზმში რაღაც გარკვეული პროცესები გაართულოს. და ამის შემდგომ უკვე დგება მომენტი, რომ აი რა მოხდა. აი ეს მოხდა სწორედ. ამიტომაც ჩემი აზრია, რომ მივმართოთ უფრო სხვა აქტივობებს, ეს არ მივიღოთ, თუმცა თუ ვაპირებთ მაინც და ადამიანს ესეთი თქვა დამოკიდებულება აქვს, რომ კარგი ან მეგობარმა ურჩია მეზობელმა და აჩვენა ეს ეფექტი, ექიმთან კონსულტაცია მაინც გაიაროს. კი, მაგრამ ნებისმიერი ორგანიზმი ჩემი აზრით არის სხვადასხვა და შეიძლება იმ მეგობარს, მეზობელს მოუხდა ბჭყალებში ვთქვათ, მაგრამ სადაც ანოტაციას თუნდაც წავიკითხეთ, თუნდაც არა, მაგრამ აი წამალი არ გამოგონილა ალბათ ქალბატონო მანანა დამეთანხმებით, რომელსაც გვერდითი ეფექტი არ აქვს, ხო? შეიძლება რომ ელემენტარულმა ნებისმიერმა წამალმა თავის ტკივილი გამიქროს, მაგრამ დავაზიანო რაღაცა კუთხით ესა რავი ნებისმიერი ორგანო რომელიც ანუ არ ჭირდებოდა ამ ორგანიზმს თუნდაც ღვიძლი ხო ეს ამუშავებს ამ ყველაფერს ჩვენი ღვიძლი არა და აქ როდესაც არის დანამატი რომელიც ჩვენს ორგანიზმს არ ჭირდება თუ რამეს არასწორად ვამბობ მინდა რომ შემისწორო ანუ ვამატებთ იმას ჩვენს ორგანიზმში რაც არ არის საჭირო და ჩემი აზრით ზუსტად გეთანხმებით მე მესმის რომ ადამიანს უნდა რომ ანუ ჩემი აზრით ადამიანი ნებისმიერ ზონაში გამოიყურება ძალიან კარგად. თავარი არის ხასიათი, როგორი ხასიათი აქვს ხო ადამიანს, ანუ როგორი განწყობა აქვს ადამიანს, რომ აი შეიძლება მოირგო ისე ტანსაცმელი და იყო გადასარევად და არაჩვეულებრივად, თუნდაც 100 კილოგრამზე და თუნდაც 50 კილოგრამზე. ეს ჩემი შეხედულება, მაგრამ აი ამის ყველაფრის ხარჯზე ჩვენი ორგანიზმი არ უნდა დავაზიანოთ. შეიძლება ხო ვიღაც ძალიან გამიბრაზდეს, რომ აი მინდა სწრაფი 5 და 6 კილოს დაკლება, მაგრამ აი რაღაცაზე ვერ ვამბობ ამაზე უარს და აი ძალიან მარტივი მეთოდი არის, რაღაც ჩაი დავლიოთ, მაგრამ ამის უკუჩვენებები უკვე ალბათ აღარ გვაინტერესებს, რადგან ვსვამთ, ხო და რადგან ვიღებთ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხთან თქვენი შემაჯამებელი პასუხი, იმიტომ რომ თავარი მესიჯები კი არა, მგონი მთლიანად მოვიცავით ის, რაც იყო ჩვენთვის აუცილებელი და აუცილებლად გასათვალისწინებელი, იმიტომ რომ ეს არის წამალი, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენ სიცოცხლეზე. ანუ არ ვიღებთ და ვიღებთ სულ შედეგს, გადაჭარბებული იქნება ვიღებთ სულ შედეგს, აი ეს ოქროშუალედი როგორ უნდა გავიაროთ. ნახეთ, პირველ კითხვას მინდა აუცილებლად ხაზგასმით უპასუხო. ნახეთ როგორი სიტუაცია, როდესაც ამბობენ რომ წამალს არ აქვს გვერდითი მოვლენები უკუჩვენებები. ეს არ არის სიმართლე. აბსოლუტურად ყველა მედიკამენტს არ აქვს მნიშვნელობა, აქვს მეტნაკლები ხასიათით, გვერდითი მოვლენებიც და უკუჩვენება. სადაც წერია რომ ეს წამალს არ აქვს, ეს რეკლამაა უბრალოდ. რეკლამისთვის აკეთებენ რომ არ აქვს. და მოხმარებელია აი ნახეთ ამაზე მოდის, რომ ფიქრობს რომ რა კარგი ამას უკუჩვენებები ხო არ აქვს ამ გვერდითი მოვლენები. მოდი დავლე. ბუნებრივად ეს არ არის სწორი. ეს არ არის სწორი შეხედულება, აუცილებლად აქვს მეტნაკლები ხასიათი. მით უმეტეს ადამიანი, ყველა ადამიანის ინდივიდუალური და ყველას ბიოლოგიური სისტემა არ არის ერთი. არ არსებობს იდენტური ბიოლოგიური სისტემა. ამიტომ როგორც თქვენ ბრძანეთ, შესაძლებელია ვიღაცისთვის ეს იყოს მისაღები და ვიღაცისთვის არა. ამიტომაც აუცილებელია ადამიანმა დაიცვას ის წესები, რაც ჩვენს ორგანიზმს ჭირდება. ჩვენს ორგანიზმს რა ჭირდება? სწორი მიდგომები. აი, თავარი მესიჯი ჩემი რა მოდით ორგანიზმს, რომელიც ესე გვემსახურება და თქვენ თქვით, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ახარ, რა წონის ახარ, მართალია შინაგანი განწყობა, ხასიათი, დამოკიდებულება საქმისადმი, ეს არის ყველაზე დიდი შემართება ორგანიზმის და რაც ჩვენს ორგანიზმს მოუხდება, რაც ჩვენ გაგვახალისებს, გაგვაფერადებს, მოგცემს აი ყველაფერს мотиваციას, რომ ვიყოთ ბედნიერები, ვიყოთ საქმეზე ორიენტირებული, ეს განწყობასაც გვიმჯობესებს და ნუ გავაკეთებთ ისე, რომ წამალი, რომელიც გამოიყენება ეს არ არის ძირითადი პროდუქტი, ეს არ არის ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები, რომელიც ჭირდება ორგანიზმს, არ წყალი და არ საერი, ხო? ეს ნივთიერებები ჭირდება ორგანიზმს, ხო? ეს ნაერთები, მაგრამ წამალი არ ჭირდება. წამალი ეს არის ის ბიოლოგიური პროდუქტი, რომელიც გვეხმარება, აი გვეთკინა თავი, რომ სტრესი რო არ განიცადოს ორგანიზმს, მივიღოთ ზომიერად და დოზირებულად. აი გვაქვს რაღაც ჩივილები, რა თქმა უნდა, ეს ბიოლოგიური პროდუქტი სასწაულებს აკეთებს, ბუნებრივია, მაგრამ სწორად მიღების შემთხვევაში, დოზირებით მიღების შემთხვევაში და ყველაზე მთავარი ჩემი მესიჯი დღესაც ყოველს იქნება წამალი მივიღოთ ექიმის დანიშნულებისამებრ. ექიმი გვისვამს დიაგნოზს და დიაგნოზის შესაბამისად მიღებული წამალი ეს არის არჩვეულებრივი პროდუქტი. აი ზუსტად ეგ არის გადაცემის მთავარი დევიზი წამალი წამლად რო დარჩეს, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ექიმის რეკომენდაცია, იმიტომ რომ არ უნდა ვიყოთ ისევ და ისევ ჩვენი თავის ექიმები, ამისთვის არის ექიმი, ფარმაცევტი და ეს ჯაჭვი არ უნდა დავარღვიოთ, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენს ორგანიზმს უნდა მოусმინოთ და
ეს მოსმენა მგონი ექიმის გარეშე ვერ მოხდება. ვერ მოხდება. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მანანა საინტერესო საუბრისთვის. ყველა ფერში გავერკვიეთ, რაც წამალს ჭირდებოდა და იქ სხვა დაგვრჩენია, რომ მოусმინოთ ფარმაცევტს და ვიყოთ ჯანმრთელები. უსურვებ ყველას ჯანმრთელობას, მადლობა მოწვევისთვის. ძალიან დიდი მადლობა წარმატებულ დღეს გისურვებთ. შეგახსენებთ იმპულსის შეკითხვებს ფარმაცევტი მანანა ხაბაძე პასუხობდა, ამით კი ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა. მე ჯანმრთელობას გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.